როგორი იქნება თევზებისთვის 2026 წელი? 2026 წელი თევზებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი და ენერგიული პერიოდი იქნება ბოლო წლების განმავლობაში. ყველაზე მთავარი მოვლენა აქ არის სატურნისა და ნეპტუნის გადასვლა თევზებიდან და ეს მოიტანს სრულიად ახალ ცვლილებებს. თითქოს მძიმე, ნელად მოძრავი თემა დასრულდება ამ პერიოდში და იწყება ახალი მოქმედებითი ეტაპი თქვენთან. სატურნი და ნეპტუნი თევზებიდან, როდესაც გადავა, საბოლოოდ ვერტ ზოდიაქოს ნიშანში, აქ დასრულება, განმუხტვა და პასუხისმგებლობების შემსუბუქება იქნება თქვენთან. 2023 წლიდან 2025 წლამდე ჩვენ ვიცით, რომ თევზებს ჰქონდათ ძალიან რთული წელი, აქ უფრო მეტად გაიზარდა თქვენთან პასუხისმგებლობები, მეტი დატვირთვა იყო, ჯანმრთელობის თემა შეეხო ზოგიერთთან და რთული საკითხები წამოჭრა, საჭირბოროტო კითხვა დაისვა აქ, ვინ ვარ მე, რა მინდა, რა არის ჩემი გზა. ხოლო 2026 წელში ეს პერიოდი მთავრდება. სატურნის გადასვლა აქ აგრძნობინეთ მძიმე ტვირთის მოხსნას, თითქოს სუნთქვა გაფართოვდა თქვენთან. ეს თემები, რომლებიც ბოლო წლებში გაწუხებდათ, ან დასრულდება, ან მნიშვნელოვნად შემსუბუქდება. ვერტში სატურნისა და ნეპტუნის გადასვლა აქ ფოკუსირება იქნება თქვენს ფინანსურ საკითხებში, რადგან ვერტი თევზებისთვის მეორე სახლს წარმოადგენს. 2026 წელში მთავარი თემა იქნება თქვენთან ფულის დაგროვება, შემოსავლების ახალი წყარო, პრაქტიკული გადაწყვეტილებები მატერიალურ უსაფრთხოებასა და საკუთარ შესაძლებლობებზე. იუპიტერის მოძრაობა კირჩხიბში და შემდეგ ლომის ნიშანში გადასვლა, პირველი ნახევარი აქ იუპიტერი კირჩხიბში ახარებს თქვენს მეხუთე სახლს, ეს არის სიყვარული, ეს არის ბავშვები, ეს არის შემოქმედებითი თემები, თქვენი ჰობი, ფინანსური საკითხებით. ეს პერიოდი მოიტანს ახალ რომანტიულ ურთიერთობებს, შემოქმედებითი პროექტების ამოქაჩვას, ინსპირაცია, კრეატიულობა უფრო მოიმატებს თქვენთან. ზოგთან მოიმატებს პოპულარობის და ყველაზე მსუბუქი და სასიამოვნო პერიოდი იქნება ეს პერიოდი თქვენთან და განსაკუთრებით ეს იქნება ივნისიდან ივლისამდე. მეორე ნახევარში კი, როდესაც იუპიტერი ლომის ნიშანში გადავა, აქ აქტიური გახდება უფრო მეტად სამუშაო რეჟიმი, ასევე ჯანმრთელობა, რუტინული თემები, საყოფაცხოვრებო საკითხები და ეს მოიტანს ახალი სამსახურის დაწყებას ზოგიერთად. აქ ყოველდღიური რუტინის მოწესრიგება მოხდება ზოგთან, ჯანმრთელობის თემების გაუმჯობესება, ეს არის პერიოდი, როცა რეალურად უნდა დაიცვათ თქვენი ენერგიები. რადგან აქ გადატვირთვა არ მოხდეს და გაუარესება არ მოიტანოს ჯანმრთელობის, რადგან იუპიტერი აზრიადებს და აფართოებს თემებს. ურანის გადასვლა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში თქვენს ოჯახს, თქვენ საცხოვრებელ თემებს შეეხება, რადგან ტყუპები თევზებისთვის მეოთხე სახლია და ეს 7 წლიან ციკლს გააქტიურებს თქვენთან, სადაც ნელ-ნელა ჩაიყრება ეს თემები. ეს არის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სახლის გარემონტება ზოგთან, ზოგი ქვეყანას დატოვებს ან ქალაქს დატოვებს, გადაადგილდება. მოკლედ, ოჯახურ სისტემას შეეხება ეს, მოულოდნელ ცვლილებებს, ზოგთან შეიძლება დადებითი, ზოგთან უარყოფითი. პლუტონის გადასვლა კი მერწყული ზოდიაქოს ნიშანში თქვენს მე-12 სახლს გააქტიურებს თევზებო და ეს არის, აქ იწყება ძლიერი შინაგანი გარდაქმნის პერიოდი. ქვეცნობიერი გაწმენდა, ჩვეული შიშები და ჩახშული ემოციები იშლება ამ პერიოდში თქვენთან, აქ ძველი კარმული კავშირები წყდება ზოგთან. ადამიანი ახდენს აქ შინაგან განთავისუფლებას და ეს პროცესი ნელ-ნელა მოხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ 2026 წელში ეს პირველი ძლიერი ნიშნები უკვე შესამჩნევი იქნება. დაბნელებებს, რაც შეეხება ლომი მერწყულის ღერძზე, აქ თქვენს ჯანმრთელობას, სამსახურს, რუტინულ თემებს, მარტოობის თემებს შეეხება, ზოგთან შეიძლება ჯანმრთელობის საკითხებს აღვნიშნე. აქ ჯანმრთელობას, ენერგეტიკულ გადატვირთვას და კულისებს მიღმა მიმდინარე პროცესებს აუცილებლად უნდა მოერიდოთ. შინაგანი გაწმენდისთვის კარგი პერიოდია, არ არის კარგი წელი ზედმეტი გადაღრილობისთვის. სხეულს სჭირდება ამ პერიოდში მოსმენა აუცილებლად, რადგან თუ არ მოусმინეთ, აქ შეიძლება ზოგთან ჯანმრთელობა გააუარესოს.
მეორე ნახევარი აქ უფრო კარიერის ზრდის ეტაპია, ახალი პროექტების დაწყება, ზოგთან შეიძლება სამუშაო დატვირთვა იყოს თვალში საცემი. რაც შეეხება ფინანსურ სტაბილურობაზე ვილაპარაკე, ახალი ფინანსური სტრატეგიები იქნება თქვენთან, მატერიალური უსაფრთხოების საკითხები. სიყვარულისთვის წლის პირველი ნახევარი ძალიან პოზიტიური და სავსე იქნება რომანტიულობით, ახალი ურთიერთობების დასაწყებად, ამისთვის იდეალური შესაძლებლობები მოგეცემათ თევზებო, ხოლო არსებული კავშირები აქ ძლიერდება. თევზები 2026 წელში ბევრ კითხვას გადაჭრიან, რას ვაფასებ საკუთარ თავში, რაც არ გემსახურებათ რომანტიულ ურთიერთობებში ამის დასრულება, რას ვაკეთებ სინამდვილეში ჩემი კეთილდღეობისთვის, ეს კითხვაც აუცილებლად დაისმევა. ეს არის წელი, როცა იწყება სრულად ახალი ეტაპი, უფრო მკაფიო, რეალისტური და სტაბილური ცხოვრებისკენ. ვისაც გაინტერესებს 2026 წლის პროგნოზი, მომართეთ პირადში ან დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. წარმატებები მინდა ყველას გისურვებთ.